მოდით ვნახოთ ესეთი თემა, რას ითხოვს თქვენგან, თქვენი რჩეული, რომელიც მოგწონთ, გიყვართ, გინდათ და ასე შემდეგ. მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. პრაქტიკული, ცივი, კონტროლის მოყვარული, პრეტენზიული ადამიანი არის თქვენი რჩეული, ესე რომ ვთქვათ. ის ემოციურად გაუწონასწორებელ, უტაქტო ადამიანებს ვერ იტანს. დაბალი ინტელექტის მქონეს. ეჭვიან მესაკუთრეს, რომელიც გამუდმებით ეცდება გააკონტროლოს. ამ დროს ფრთხება და გაქცევას ცდილობს. ეგრევე ერთვება თავდაცვა და თანაც სულ რაღაც უკეთესის ძიებაშია ეს ადამიანი. ამიტომ თუ კი მის გვერდით ხანგრძლივი დროით გსურთ გაჩერება, გასათვალისწინებელია მისი ხედვებიც, ხომ? და შეხედეთ ამ დროს თავად არის მძიმე ხასიათის ადამიანი, რომელსაც ახასიათებს ურთიერთობაში დაგსაჯოთ, თუ კი მისი წესებით არ იქნება ყველაფერი. დასჯას კი იგნორით, დაშორებით გააკეთებს, იცოდე შენი ადგილის პრინციპით. და რა უნდა თქვენგან? იყოთ ისეთი, როგორიც გაგიცნოთ თავიდან, ხიარული, პოზიტიური, მარტივი, ქარიზმატული, ლაღი და თავისუფალი. ის რაც სიმარტივით დაიწყო, გაგრძელდეს ჩვეულ დინამიკაში, ტვინის ბურღვების გარეშე. არ უნდა დავუსვათ ბევრი კითხვები, არ მოსთხოვოთ რაღაცა სისტემატიურად ურთიერთობის ზედა დონეებზე გადაყვანა. პირიქით, უნდა გამოამჟღავნოთ მის მიმართ სითბო, სიყვარული, მზრუნველობა, უთხრათ კომპლიმენტები, მაქსიმალური სირბილე. ბევრი მოთხოვნები აქვს. რატომ? რატომ და მას სურს იყოთ მის ცხოვრებაში? ეს ფაქტია, რადგან თქვენგან ბევრს იღებს, სწავლობს, თვითშეფასებას იმაღლებს, მოტივაციას აძლევთ. აღარაფერს აღარ ვამბობ იმ ვნებაზე, რომელსაც თქვენს მიმართ განიცდის. აქ უბრალოდ მას არ სურს ზედმეტი ვალდებულებები აიღოს, პასუხისმგებლობა და თუ კი კატეგორიულად მოსთხოვთ არჩევანი გააკეთოს, სწრაფადაც აიცრუებს გულს და გავაკიდევაც მომსახურების ზონიდან. უბრალოდ თქვენგან სურს იყოთ მარტივი და არა ქაოსური. სრულად ეგოისტური სურვილებია, მაგრამ ფაქტია, რომ ასია. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 50 ძალიან გთხოვთ, ნუ მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.